კახელი გლეხის მიერ ვაზის გაშენების მცდელობა აწი რო ექვემდებარება სახელმწიფოს მიერ კონტროლს. მოდი ვიდეო ნახოთ და მე თქვენი ვერსიები მითხარით. ყველა მევენახეს, ვისაც ვენახი უკვე გაშენებული აქვს და კადასტრში არ აქვს რეგისტრირებული, რეგისტრაციისთვის 1 მაისამდე აქვს ვადა. ამას ითვალისწინებს ცვლილებები, რომელიც ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში შევიდა. ამავე ცვლილებების მიხედვით 1 მაისის შემდეგ პერიოდში კომერციული მიზნებისთვის ვენახის გაშენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს წინასწარი თანხმობის საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში პირი, რომელიც ვენახს თვითნებურად გააშენებს, ვერ შეძლებს მიღებული ყურძნის ან წარმოებული ღვინის კომერციულ რეალიზაციას. რეგულაცია მიზნად ისახავს ვენახის წესრიგში მოყვანას და ხარისხის გაუმჯობესებას, როგორც ამას ინიციატორები ამბობენ. მთავრობის თანხმობის გარეშე ვენახს ვეღარ გააშენებ, თუ გააშენებ, ვერ გაყიდ. ანუ ითქვა ეგეთი ტექსტი, ნახე, ძალიან კაი ფორმულირება იყო. ვენახების მოწესრიგების და ხარისხის გაზრდისთვისო, ხო? აი, რა მაინტერესებს, აი, დავუშვათ კახეთში მაქვს 10 ჰექტარი და ვაპირებ, რომ დავთესო რაღაცა ჯიში, სულ ერთი. თანხმობა რომ ეგ ჯიში დავრგა სადმე. ეგ ხო საერთოდ არაფერში არ ირკვევა მერე, რომ მე მაგ ვენახს კარგად მოუარე, შხამით არ შევწამლე. ანუ ხარისხის გაუმჯობესება მან სად არის? აი დავუშვათ, აი ჩათვალეს, რომ აი ეს ჯიშები არ დათესო და ეს ჯიშები დათესეთ. ეგ ხო არც ვენახის მოწესრიგებასთან არაფერ შუაში არ არის და არც ამის ხარისხთან არაფერ. ეგება აი დამთანხმდნენ და ძალიან ცუდად მოუარე მერე იმ ჩემ ვენახს. აი მაგით ისა რა გაიგო? წავიკითხავ ამაზე მოკლე აღწერა, სტატია არის დადებული ერთ-ერთ მედია საშუალებაში. ღვინის ქარხნებს აეკრძალათ ისეთი ვენახი და ყურძნის ჩაბარება, რომელიც სამინისტროს თანხმობის გარეშე გაშენდება. ამას ითვალისწინებს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება. შესაბამისად, ამ ვენახებს არარეგისტრირებულ ვენახებში მოიყვანენ ყურძენს, იმ ვენახებს ღვინის წარმოებებზე ყურძნის რეალიზაცია აღარ შეეძლება და ვერც სახელმწიფო სუბსიდიას ვერ მიიღებენ, ბრძანება 1 მაისიდან ამოქმედება. დოკუმენტი განსაზღვრავს მოთხოვნებს ვენახის გაშენებისთვის მევენახეებს მოეთხოვებათ გამოიყენონ მხოლოდ კანონმდებლობით ნებადართული და სერტიფიცირებული ნერგები. ამასთან თანხმობის მისაღებად აუცილებელია ნიადაგის საველე და ლაბორატორიული კვლევის შედეგების სამინისტროში წარდგენა, რომელიც უნდა ანდასტურებდეს, რომ მიწისქვეშა წყლის დგომის სიმაღლე 1 მეტრს აღემატება. კვლევა ასევე უნდა მოიცადოს ნიადაგის ძირითადი მახასიათებლების სრულ ანალიზს, მათ შორის ნიადაგის სიღრმეს, ხსნარის რეაქციას, ორგანული ნივთიერებების შემცველობას, კალციუმის კარბონატს, მექანიკურ შემადგენლობას, ხსნადის მარილების საერთო შემცველობას, გაცვლით კათიონებს და ჰიგროსკოპიულ წყალს. მოკლედ რაღაცა პრინციპებია ჩამოყალიბებული, რაღაცა პირობებია და ამ პირობებს ვინც არ დააკმაყოფილებს, იმას არ გააშენებინებენ. თავიდან მაგ ხალხს პრობლემა შეექმნება, როცა აი ქარხნებში ჩაბარებაზე მიდგება საკითხი, იმიტომ რომ მაგ დროს არის დიდ თანხებთან, ხო? საუბარი, ანუ დიდ თანხებზე ლაპარაკი. მაგრამ თვითონ აი ამ კანონის თვითონ მიდგომა როგორიც არის და დანიშნულებაც როგორიც არის, საბოლოო ჯამში მანდამდეც მივა. საბოლოო ჯამში მანდამდეც აუცილებლად მივა, იმიტომ რომ კანონის შინაარსი არის ის, რომ ხალხო ჩვენ დაუკითხავთ, ჩვენ თუ უფლება არ მოგეცით ყურძენს და საერთოდ ღვინოებს, ნუ ყიდით. ხალხო თქვენ რაღაცებს რომ მანდ ფულს შოულობთ და რაღაცებს რომ აკეთებთ, ეხლა ვეღარ გააკეთებთ. აღარ შეიძლება. ეხლა ჩვენთან თუ არ იქნები, კარგად. და ჩემი ის თუ არ გექნება თანხმობა, ხო, ვერაფერს ვერ გაყიდე. აი როგორ ფანტაციები მაინც. აქ საუბარი რო იყოს, აი მაგალითად რაღაცა ტიპის ხამქიმიკატების შეტანა არ შეიძლება. ანუ რაც დამაზიანებელია. და მაგას ვარეგულირებ, მაშინ იმ ხამქიმიკატს აქ ლაპარაკი კარგად დაუკვირდით. აქ ლაპარაკი არის სად დაგარგვევინო ყურძენი და სად არა.
და რა ყურძენი დარგვა. რა ყურძენი აი მაგალითად მე მგონია რომ ეს ჯიში მინდა და ვიღაცა თავრობის ჩინოვიკი მეტყვის რომ მან ეგ ჯიში არ დარგა და კითხოს რატო, რავი აი თავრობამ ესე უკვე მაგ დარგული და ცუდად გიმწეგა კიდე ერთხელ ჩაყრი გამოვასწოროთ ტერმინი. რა არის მნიშვნელოვანი? რა ხარისხს მისწორებ კაცო მაგნატს? მე იქნება აი ამ ჯიშის ყურძნის და საქართველოს მოქალაქეა. მე მინდა დაღწე მქონდეს ამ ჯიშის ყურძენი მევასწრებ. ვისი რა საქმეა კაცო? შენ თუ ხარისხის გამოსწორება გინდა საერთაშორისო კონკურენციაში, აგერ ხო გაქვს ისე თქვენ საკუთრებაში ეს რაღაც ხვილი ქარხნები, ხო? იმად გააკეთონ იმ სეგმენტის ღვინოც, რომელიც საერთაშორისო კონკურენციაში მოუგებს დაუშვათ იტალიურ ღვინოებს, ფრანგულ ღვინოებს და ასე შემდეგ. და ისეთი ვერსიაც გქონდეს, ხო აქვთ კაცო თავისი ვენახებიც აქვთ, ზოგ ვენახს თქვენ გეკუთვნით თან ის ვენახები და ჩათვლით რომ ის არის უკეთესი იმ სეგმენტისაც გააკეთოს, მაგრამ ჩვეულებრივ ქართველს ხო შეიძლება უნდოდეს რომ აი რა ვიცი უბრალო ხალხი ვართ და აი ჩვეულებრივი ისეთი ღვინო გვინდა რომელიც ძვირი არ ჯდება და რომელიც არის ბაზარზე. და მე რას მეირეგულირებ? მე ამისი ყიდვის საშუალება აღარ ვიყავ. შენ ვინ გეკითხება? იქ იმ ადამიანს სადაა დარგული იქნება, არ ვიცი, რაღაცა არც ისე მაგარი სახეობის, მაგრამ რავი, აი ეგ მიყვარს. რა შენ ის მე აქ ამას რას მიგრებული? ბოლომდე ვერც გავიგე სიმართლე რო გითხრა ხა რაც მოვისმინე, გადავიკითხე. ანუ ეს სერტიფიკატი რას გულისხმობს და რა შემთხვევაში ხდება ამის მინიჭება. ანუ აი ეს ასოციაცია ღვინის და იმის, ხო, ვენახის თუ რაღაც. აქ არის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გამოსცა ეს. არა, ეს კი, მაგრამ აი კონკრეტულად იყო კი. ღვინის ასოციაციის ისიც იყო, რომ ანუ რა ხდება, ანუ კონკრეტულ ტერიტორიაზე, არ ვიცი, კონკრეტულ სოფლებში, კონკრეტულ ნაკვეთზე რაღაცა ჯიშის იმის ხურზნის მოყვანა ნებადართული იქნება და რაღაც ის არა, ანუ საერთოდ ვერც გავიგე სიმართლე რო გითხრათ ბოლომდე რას გულისხმობს, ანუ იმდენად ალოგიკურია და იმდენად კავშირი არ აქვს არც ხარისხის გაზდასთან. ანუ რა შუაშია ხარისხის გაზდა მიწაში მე რას დავრგავ იმასთან, რა ვიცი, კარგად დავრგავ. ანუ უნდა არსებობდეს ვიღაცა ჩინოვნიკი, რომელიც აი ჩემ კერძო საკუთრებაზე მოვა და დაახედავს და აქ ციცქასოლიკაურის დარგვა არ შეიძლება. აქ შეგიძლიათ მარტო გორული მწვანე დარგად და რატო და აი იმიტომ. ანუ აი ეხლა კანონიდან გამომდინარე ხომ აქამდე მივედით რა? კი, აი ნახე როგორი რაღაცა, ეგ არის აი გაუგონარი რაღაცა. რატო და შეიძლება რატო იცი? უკეთესად მოდის ეგრე. შეიძლება. მაგრამ მე ასე მინდა. უყურე მოდი ახლა მაგ თემას. ესე მიყვარს. მოდი მაგ თემასაც შევეხოთ. აი თუ სახელმწიფოს აქვს ეგ ამოცანა, რომ გააუმჯობესოს და ასე ვთქვათ შესაბამისობასთან მოიყვანოს მოსავლიანობა, ანუ რას გულისხმობს, შეიძლება რაღაცა ლოკაციაზე კონკრეტული ჯიშის ყურძენი უკეთესად მოდის. მაგრამ რაღაც ტრადიციიდან გამომდინარე, უცოდინრობიდან გამომდინარე, გლეხი ან წარმოებელი არასწორ იმას აკეთებდეს არჩევანს. მესმის. თუ ეს არის, ეჭვმეპარება რომ ეგ არის ამოცანა, მაგრამ თეორიულად დაუშვათ. აკძალვით და რაღაც რეპრესიული ზომებით მაგ ამოცანის მიღწევა როგორ შეიძლება? ეგ უნდა მოხდეს პირიქით. მოდი მე შენ ხელ შეგიწყობ. მოდი ისე გავაკეთოთ, რომ ამ შენს ნაკვეთზე, ამ სოფელში, ამ ლოკაციაზე, ამ რეგიონში ჯობია აი ეს მოვიყვანოთ, იმიტომ რომ ამას უკეთესად ჩააბარებ, უფრო მეტი უხვი მოსავალი გექნება და შენს მოგებული დარჩები ღვინის წარმოებელის და საერთო ჯამში სახელმწიფოს. ასეთი საკითხი მესმის. აქ მთავრობა საერთოდ რა უფლება აქვს ჩარევის კაცო? ჩემი მიწაა და მე რო ეხლა რავია მიწაზე გადავწყვეტ მწვანილი მოვიყვან. და აი ამ მიწაზე მწვანილს თუ მოიყვანს ვიღაცა აღარ შეიძლება ამისი გაყიდვა. რას ქვია აღარ შეიძლება? რამე უკანონოს ყიდი? ეს რამე უკანონო ნივთიერებაა. შეიძლება აკრძალოს გავრცელდეს კაცო უკანონო ნივთიერებაზე
შეიძლება ამი თუ არის აკრძალი ბაზარი. კაცო მე არ მაძლე უფლებას ჩემს საკუთარ მიწაზე არ ვიცი რაღაცა ვაშლების ხეები არ დარგო ვინ გეკითხება კაცო მე რასაც მინდა იმას დარგო რაც კანონის ფარგლებში შეიძლება შეიძლება ნარკოტიკის დარგვა მეკრძალებოდეს ისიც ამათ რაღაცა რეგულაციები მიიღეს რომ მაგის გაშენებას აპირებდნენ თვითონ ძლივს გავაჩერეთ და მე რას ვერ ვიგე ბიჭო აქ ეხლა ხალხი რა ასე ზის და მე მგონი აქვს ამის უფლება და რაღაცას ვარჩევთ ხარისხი ხო არ უმჯობესდება ფეხებზე მკიდია კაცო ხარისხის თემა იმ ნაწილში თუ პირდაპირ ადამიანს თავისი მიწა ეკუთვნის ჩემი მიწა სხვისი კი არ არის და კანონიერ სცენარეს რომელიც არაფერ აკრძალვაში არ იგულისხმება კიდევს მე ვიშოვი ხო შენ მე თუ შევთანხმდი მე ამას გავყიდი თუ არ მე იქ ეხლა მწვანილი დავთვეს და მწვანილის გაყიდვა გეკრძალება მანდ რაღაცა ნიადაგი დაახლოებით ისეთია რომ ვინ ეკითხება ამის უფლებას რომ ვაძლევთ ეგ რას ნიშნავს ცი ეგ ნიშნავს ნებისმიერ მიწაზე სოფლის მეურნეობის რასაც იყიდი ჩაგიხტება მთავრობა როცა მოუნდება ისეთ რეგულაციას მოგიგონებს რომ აზრი აღარ ექნება იმ მიწაზე არაფერს გაგაყიდინებს და დაითრევენ მუქთად ამათი მილიონერები აი მოდი ასე ვთქვათ რა აი ადამიანს ხო ყავს მანქანა ყავს ხო მანქანას ხო უკრძალეს შემოყვანა მაგრამ აი ასე რომ ვთქვათ რომ აი ხა შენ მანქანა რო ყავს მანქანაში ხა როდის ჩაჯდები ეგ მე შემითანხმე კაცო ეგრე კი არ შეიძლება სულ ჯდომა ხო და ორ შაბათობით გარეთ ეხა აი ვიღაცა რომ დაждდეს და კი მაგრამ იქნება ტარების ხარისხს საუმჯობესო რაში არ მაინტერესებს კაცო სულ აუმჯობესებს ანუ ეგ უბრალოდ ხალხოა ეგ არის ჩვენი ეგ არის საქართველოში ზოგადად ცნობიერების პრობლემა რა ანუ ეგეთ რაღაცას რომ ის რომ მაგას თავის თავზე იღებს მაგის უფლებას და ხალხიც რო აი რა დაბნეული რაღაც მე მგონი ეს არის ბატონი ეს არის პატრონი და მე მგონი ამან გადაწყვიტოს რაღაც ასე დასკვნებს რო აკეთებს ხო ნუ შესაბამისად მიმდინარეობს ყველაფერი იმიტომ რომ აქ სინამდვილეში არის მარტივი რაღაცა საერთოდ მთავრობა გვჭირდება მეგობრებო პირველ რიგში გვჭირდება უსაფრთხოებისთვის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს თავარი ამოცანა უსაფრთხოებისთვის გჭირდება უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ვერა სოციალურ გარანტიებს უზრუნველყოფს ანუ სინამდვილეში მთავრობა არის დაკავებული იმით რომ ჩვენი მოსახლეობა ცოტავდება უცხოელები ჩამოდიან მთავრობა არის საერთოდ დაცვა არაფერი არ არის არაფერი დაცვა არ აქვს და ეხლა არის დაკავებული იმით აქ არ მოაშენო იქ მოაშენე, იქ ყურძენი რომელი გაყიდო, რომელი არ გაყიდო. ეს არის გაუკუღმართებული, საერთოდ აი თავრობის მიმართ დამოკიდებულებაც გაუკუღმართებული. ერთი რაღაცა მინდა გავაკეთო რა. შოთა თავიდან რო ჩართო რა ვიდეოც ვაჩვენეთ, აი ბოლო ფრაზა იყო ჟურნალისტის ძალიან საინტერესო რა, აი ბოლო მესამედი რო გაუშვა რა ძალიან გთხოვ. რო გადააოხროთ აი ოდნავ დაბრუნე აი ეს არის მაგარი წარმოებული ხუთწოლსა წინააღმდეგ შემთხვევაში პირი რომელიც ვენახს თვითნებურად გააშენებს ვერ შეძლებს მიღებული ყურძნის ან წარმოებული ღვინის კომერციულ რეალიზაციას ვენახს თვითნებურად რო გააშენებს აქ რაზე ეცავარი თავისი მიწაა ბიჭო აი რაღაცა მიწა მაქვს პაპა ჩემმა დამიტოვა ჩემი მიწაა და ვენახი გავაშენე რა და თვითნებურად ვინც გააშენდა კიჟები ხო არ ახარ ბიჭო თქვენ ხო რა თვითნებურად გააშენებს ანუ უკვე როგორ გაიქცი რომ შენ მიწაზე შენ რაც გადაწყვიტე მაგას რატო თესავ რატო ყრი მაგ ვენახს აი როგორ დადგა იცი რომ აბა სხვანაირად როგორ უნდა გიჟები ხართ კაცო თქვენ რა ბიჭო აი ნახე რა ხდება გეტყვით ხალხო აი რაღაცა ხარისხის სტანდარტები დაუშვათ არსებობს აი კარგი ღვინო რაღაც დახვეწილი ფრანგული ღვინო რაღაც სტანდარტები დაუშვათ სადღაც მე მაგ სტანდარტების მიმართაც ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი აი რაღაცა დახვეწილი რაღაცა იტალიური ღვინო სულ სხვაა და არა ვარ დარწმუნებული სინამდვილეში მაგ სტანდარტების და მაგრამ დავანებო დაუშვათ არსებობს რა ჯურა დაუშვათ მე საქართველოში აი ხო არს ღვინოების სახეობები, მშრალი ღვინო, ნახევრად კვილი და დაუშვათ ვიღაცა
არ მლაშე ღვინოს რაღაც ქარხანა გააკეთა. აი არავის რო არ მოწოს დედამიწის ეგეთი მაგრამ მევასებ. რა შენი საქმეა, კაცო? ასეთი მევასება რა. თუ ყიდი და ვიღაცები ყიდულობენ. ანუ ან მაგალითად იაფ ან თუ ვერ გავყიდი, რავი, ვეღარ მოვიყან მერე რა. ან იაფიან ღვინოს ვაკეთებ შედა. თლად ისე დახვეწილ ხარისხს არ ვცდილობ რომ შევწუდე, როგორც საფრანგეთში. დაუშვათ. და ჩვეულებრივი ხალხისთვის, ჩვეულებრივი ხალხი ვართ და რასაც ვწუდებით, იმას ვსვავ. შე რას ეტენები, კაცო? რამე უკანონო გავაშენე? თვითნებურად გაშენებული ვენახის პატრო, თვითნებურად გაშენებული. პლანის პლანტაციას აპირებდი, კაცო. ძლივს გაგაჩერეთ. და რაღაც პლანის ლეგალიზებაზე და რაღაც ერთი ამბავი ქონათ ატეხილი. ეგ ვერ გავაჩერეთ. ხო და ეგ კიდევ ვერ გავაჩერეთ. ხო და ამაზე ეხლა რა შენი საქმე? აქ პრობლემა რა არის? ხალხო, ეგ არ არის გასარჩევი საერთოდ. მართლა ხარისხის კონტროლისთვის ხო არ არის? ხარისხის კონტროლისთვის ეს არ შეიძლება. აი საკუთარ მიწაზე რა სახეობის ყურძენი გავაშენო და მე რა სახეობის ღვინო გავაკეთო, ეგ არავის არ ეკითხება, იმიტომ რომ ეგ თუ ეკითხება, ეგ მაშინ ნიშნავს რომ ეკითხება რა სახის ხეხილი გააშენო, რა სახის საქონელი მოაშენო, რა სახის საერთოდ პროდუქცია ნებისმიერ სფეროში აწარმო ლეგალური. მაგას გადაგიწყენ და გაგიუფასურებენ. საერთოდ აი ბოდიში ხარისხის კონტროლი თუ უნდა ვინმეს დააწესოს რაღაცა ნორმები, რაც აი კანონს დამაზიანებელი რო აი რაღაც შხამის შეტანა, რაღაცა მომწამლავი, ინტელიან იმას რო აჭმევდით, რა ქვია, ძროხას. მასეთ რაღაცას დააწესე რეგულაცია, კი ბატონო. მაგრამ რას მაგას ვამბობ, პრობლემა ვიღაცა გამოვიდა და ხარისხის კონტროლს საჭიროა ვიღაცა მოჭდა, ხო, ხარისხის კონტროლს ხარ. ხარისხის კონტროლი რას ნიშნავს, იცი? სახელმწიფო რო აკონტროლებს, რომ რაღაცა პროდუქტი რო არის, მაგ პროდუქტს თუ მივიღებ, სუდი რო არაფერი არ დამემართოს, ანუ შხამი რო არ არის. აი ეგ ხარისხის კონტროლი რო არის სახელმწიფოს ეგეთის კონტროლის საქმე მესმის. ანუ ღვინოა და რაღაცა ისეთით შეწამლეს, რომ დავლევ და ცუდად გავხდი, იმიტომ რომ შხამი იყო, ეგ რო აკონტროლო თვითონ ღვინო. აბსოლუტურად მივესალმები, მაგრამ მაგის იქით ვიღაცა რო გადაწყვიტა, რომ აი ეს ჯიში მოსულა, ეს არ მოსულა, აი რაღაცები ვარეგულიროთ მიკრომენეჯმენტი, მაგას დაანებებ ბიჭო, თავი აი როგორ პრობლემა რა არის, იცი? აი დაუშვათ არის მაგარი სპეციალისტები ყავთ და დაადგინეს, რომ აი პაპაჩემის მიწა არის და აქ უნდა იყოს საფერავი რა, საფერავი უნდა იყოს უეჭველი საფერავი და აი არ მინდა რა. აი არ მინდა, აი რა მინდა, იცი, რაღაცა ჯიში მევასება. ვაფშე აქ რო კარგად არ მოისხავს. და ვაფშე მოთხოვნა რო არ არის. მაგიში, მაგრამ მე ეგ ჯიში მინდა რა და ვინ გეკითხება? არა, აი თან ეს ერთი რაღაც დააწესო ნორმა, აი ერთ სიტყვის დააწესო რისი ნორმა, იცი, აი მაგალითად ეტიკეტაზე წარმოებელს ვალდებულება აქვს დააწეროს, რომ აი ასეთი ნიადაგიდან მოყვანილია, ისეთი ნიადაგიდან მოყვანილი. ეს საერთოდ არაფერ სტანდარტში რო არ ჯდება ისეთიდან მოყვანილი ყურძნიდან დაწურული ღვინო. შეიძლება ეგ დააწერო, მაგას მე გადავწყვეტ, კაცო, იქნები ისეთი მირჩევნია. არა, მაგრამ ერთი წამი. გამიწალო მოყვანა და გაკეთე. აი რა არის, იცი? საერთოდ მე მგონი, ცოტა უფრო თავიდან უნდა დავიწყოთ რა. ნორმა დააწესოს ვიღაც მთავრობამ, რომელიც საერთოდ სინამდვილეში პრემიერ-მინისტრი კი არ მართავს ქვეყანას. ვიღაც ჩვეულებრივი ბიზნესმენი მართავს. ანუ საერთოდ მთავრობაში არ გაქვს ნორმა. შენ საერთოდ ის რას უწეს? საერთოდ ნორმებზე რატო ლაპარაკობს საერთოდ ნორმებზე ვიღაც მთავრობა, რომელშიც თანამდებობის პირი არ ნიშნავს, რომ თანამდებობის პირი. ხო? სამდიში თუ კი რამეს კონტროლი ჭირდება, მე მგონი მთავრობას ჭირდება. თუ კი რაღაცა სტანდარტს კონტროლი ჭირდება, მოდი მთავრობა რაღაცა სუდოთ არის მან საქმე, მე მგონი და რაღაცა კონტროლი ჭირდება. თუ კი, იმიტომ რომ ცოტა ხნის წინ მთავრობის ნახევარი დაიჭირეს, მილიარდები იპარეს.
ხო და ისინიც რანაირად დაიჭირეს, ისე კი კაი ხა მოგვიტანეს ხალხო ფული, ნუ გეშინიათ გაუშვი.